მინდა გამოვიხმაო, რომ ფერაიდნელი ქართველების დაბრუნება აზრობრივად ცუდი ინიციატივა არ არის. უბრალოდ საინტერესოა, როგორ უნდა განახორციელოს ეს ხელისუფლება, რომელმაც ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია და ინკლუზია ვერ მოახერხა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაც ჩვენი წარმოდგენები გვაქვს იმ ადამიანებზე, მაგრამ მინიმუმ ჩვენ არ გვაქვს ქართული ენის უცხოელებისთვის შემსწავლელი მეთოდიკა და კარგი სახელმძღვანელოები, რომლებიც აუცილებელზე საჭირო გახდება, თუ აქ რამდენიმე ასეული ათასი ფერაიდნელი ჩამოვა, იმიტომ რომ ამ ადამიანების დიდ უმრავლესობას ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია, როცა ხედავთ და გვესმის და ესეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ მათ ქართული ენა აქვთ შენარჩუნებული, თუმცა უმაც უმრავლესობას უკვე აღარ აქვს ის ქართული ენა, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში ფუნქციონირებისთვის, სამსახურისთვის, სწავლისთვის და ასე შემდეგ. ანუ მათ ძალიან ბევრი რამის თავიდან სწავლა მოუწევთ და სახელმწიფოსგან ძალიან დიდი ხელშეწყობა დაჭირდებათ, რომ აქ დამკვიდრდნენ, დასახლდნენ, თუნდაც მაგალითად აითვისონ ჩვენი სოფლის მეურნეობის წარმართვის წესი, კლიმატური პირობები და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, ასევე ძალიან საინტერესო დაისვა, რომ თურმე ის Eagle Hills-ის პროექტში 6 მილიარდ ნახევარი ინვესტიცია კი არ არის, ანუ კი არაფერი ფული შემოდის მაინც და მაინც, არამედ ბინები უკვე ჰაერი გაყიდეს და ამ ჰაერიდან ამოღებული ფულით აპირებენ აქვე სახელმწიფოს მიერ უფასოდ გადაცემულ მიწაზე ააშენონ კორპუსები, ან რა ვიცი, სასტუმროები და რაც იქნება. ფაქტობრივად ინვესტიციაც, ანუ ქვეყანაში შემოსული თანხა ამ პროექტის შედეგად არ იქნება ნამდვილად 6 მილიარდი და ეს იქნება უფრო თანხების მობილიზაცია, ვიდრე რაღაცა ინვესტიცია, ესე გამოდის. და მესამე ლევან ლორთქიფანიძემ ძალიან კარგად უპასუხა მარიამ ქრივიშვილს, როდესაც თქვა, რომ ჰესებთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე ნამოხვანზე, ისეთი კონტრაქტი იყო დადებული, რომ მთელი რისკი იყო სახელმწიფოზე, ხოლო მოგება რჩებოდა კომერციულ ინვესტორს კომპანიას. და არა ის, რომ ის ენერგია, რომელიც გენერირდებოდა, რომელიც ქვეყანას კი ბატონო ჭირდება, რა თქმა უნდა, ინდუსტრიული განვითარებისთვის ენერგია, მაგრამ ეს ენერგია რეალურად საქართველოში არ უნდა დარჩენილიყო ამ ინფორმაციის ფარგლებში. ხო, კობახიძემ კიდევ ახსენა, რომ უმუშევრობა მცირდება ქვეყანაში, თუმცა ამას სხვადასხვა კვლევები სხვა მიზეზით ხსნიან, იმით რომ უბრალოდ ქვეყნიდან უმუშევარი ადამიანები გადიან ძალიან მასობრივად. და ეს არის მიზეზი. ხო, მიგრაციაზე მინდა თქვა, რომ კიდევ ერთხელ რო აყავს კობახიძე, რომ ხალხმა დაიწყო ქვეყანაში დაბრუნება, კი, ნამდვილად ლოგიკურია, რომ 90-იანებში წასული ადამიანები უკვე შევიდნენ ასაკში, არიან გახდნენ პენსიონერები და ცდილობენ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. თუმცა ძალიან ხშირად აქ არ ხვდებათ არანაირი პირობა და უწევთ 70-60 წლის ადამიანებს, ნუ 60-ზე აღარ ალაპარაკი, 75-ზე უკან დაბრუნება. და ამ დროს როგორ პირობებში უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რაღაც კვლევას ვესწრებოდი და მოვისმინე, როგორ პირობებში ცხოვრობდნენ ემიგრანტები, რომ ის შესვენების 2 საათი რომ აქვთ, გარეთ ხედავ ძალიან ხშირად ქუჩაში, სიცივეში, რომ სადმე არ შევიდნენ და ფული არ დახარჯონ თუნდაც ყავის ან ჩაის შეძენაში. ის რომ თავისთვის იტოვებენ, რავი, 200-300 ევროს 1000-დან, 1500-დან და დანარჩენს აგზავნიან აქეთ და უგზავნიან არა ერთ ადამიანს, არამედ ხშირად არჩენენ რამდენიმე ადამიანს, ოჯახს, ანუ შვილებს, მშობლებს, და-ძმებს, დედამთილ-მამამთილებს, სიძე-სიმამრებს და ამ თანხებს რო ყოფენ, არც დიდად არავის აღარ ყოფნის, რა თქმა უნდა, ამდენ ადამიანზე განაწილებული და არც თვითონ რჩებათ რავე სამწუხაროდ აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობთ.